პირველი მოსამზადებელი ეტაპი გავიარეთ ბონში, შევხვდით გერმანულ გუნდებს. გერმანია ჩვენი პოტენციური მოწინააღმდეგე არის ევროპის ჩემპიონატზე და ძალიან ნაყოფიერად ჩავატარეთ მათთან თამაში. ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეები შევაფასეთ, ასევე გადავახალისეთ გუნდი, შანსი მივეცით სხვადასხვა მოთამაშეებს, ვინც პირველად იყო ან ჯერ არ უთამაშია. კმაყოფილი ვართ ამ ტურნირით, რადგან მეტნაკლებად დავამუშავეთ ჩვენი სუსტი მხარეები და თან გერმანიასთან ჩვენი თამაში ძალიან საჭირო და აუცილებელი იყო, რადგან როგორც აღნიშნე, ჩვენი მოწინააღმდეგეები არიან ისინი ევროპის ჩემპიონატზე და ასე თუ ისე გავიგეთ მასზე ძლიერი და სუსტი მხარეები. შემდეგ ტურნირზე უკვე საფრანგეთში უნდა იასპარეზოთ ტურის ტურნირზე, როგორც ვთქვით, სრულიადაც არის ნაკრებში, ირმა გულიაშვილი უნდა შემოუერთდეს ნაკრებს და რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ამ შეჯიბრებაზე თამაში, რამდენად უფრო მზად იქნებით ამ ტურნირზე, უფრო მეტად გამოჩნდება თუ არა ამ ჩვენი ნაკრების ძლიერი და სუსტი მხარეები და იქ რა იქნება ჩვენი მიზანი ამის შესახებაც რომ ვისაუბროთ. კი ბატონო, შემოგვიერთდა ირმა, ჩვენი ძველი მოთამაშე არის, ცოტა ხანი პაუზა ჰქონდა. ირმაც საკმაოდ ძლიერი შენაძენი არის გუნდისთვის და ჩემი აზრით უფრო გაძლიერებული ძალებით შევხვდებით ფრანგულ კლუბებს. საკმაოდ კარგი გუნდები ყავს საფრანგეთს, ისინი ძლიერი გოგონები არიან და როგორც გერმანიის ტურნირი, ესეც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან ყველა თამაში და ყველა ვარჯიში, ასე რომ ვთქვათ, ერთი ნაბიჯით გვაახლოვებს ჩვენს საერთო დიდ მიზანთან. ბონის ტურნირთან შედარებით საფრანგეთის ტურნირს ალბათ უფრო მომზადებული ვხვდებით, იმიტომ რომ ეს თამაშებიც გერმანიის თამაშების დაგვეხმარა კიდე რაღაცების უკეთესად დანახვაში და ჩვენი შეცდომების გამოსწორებაში. ეს ჩვენი ახალი გუნდის წევრი არის. თეონე, როგორც აღნიშნეთ, რაგბი ევროპაზე გექნებათ ძალიან მნიშვნელოვანი გამოსვლა, დებიუტი, სადაც საკმაოდ ძლიერი მეტოქეები ყავს. ზოგადად რა მნიშვნელობა ექნება ჩვენთვის ამ ტურნირზე გამოსვლას და დებიუტს, რომ ვისაუბროთ ამის შესახებ, რა მნიშვნელობის ტურნირი იქნება ივნისში გასამართი შეჯიბრებები ჩვენთვის. ევროპის ჩემპიონატზე საკმაოდ ძლიერი გუნდები შევხვდა, საფრანგეთი, ირლანდია, ჩეხეთი. ამ გუნდებთან თამაშის სიამოვნება ჯერ არ მქონია. როგორც მოიხსენებათ, საფრანგეთის და ირლანდიის გუნდები ძალიან მაღალ დონეზე დგანან სარაგბო ინტელექტითაც, ასევე ტურნირების დონითაც და ჩვენთვის ძალიან დიდი პატივი იქნება საქართველოს სახელით მათ წინააღმდეგ თამაში და ჩემი აზრით ყველაზე დიდი გამოცდილება, რაც შეგვიძლია მივიღოთ, ალბათ ევროპის ჩემპიონატზე იქნება მაგ გუნდებთან თამაში. კონკრეტული ამ მიზანი გექნებათ თუ? ჩვენი მიზანია რომ დავრჩეთ ელიტის დივიზიონში და ყველაფერს გავაკეთებთ და ვეცდებით რომ ეს მიზანი შევასრულოთ. საკმაოდ რთული მიზანი გვაქვს, მაგრამ გოგონებიც კარგ ეტაპზე არიან მომზადების მხრივ, ჩვენი გუნდიც საკმაოდ შეკრულია და დიდი იმედი მაქვს რომ ამ მოლოდინებს გავამართლებთ. ამდენად და ძალიან მნიშვნელოვანია ბოლო პერიოდში 7 ქალა ნაკრების წარმატებას დაემატა ისიც რომ შეიქმნა 15 ქალა ნაკრები, რომელმაც პირველად ითამაშა ყაზახეთის წინააღმდეგ ამხანაგური მატჩები. ამის შესახებაც რომ ვისაუბროთ, რა მნიშვნელობა აქვს ამ ნაკრების ჩამოყალიბებას, რა მიზნები ექნება უახლოეს მომავალში ამ ნაკრებს და ზოგადად ქალთა რაგბის განვითარებისთვის აი ამ ნაკრების შექმნა და პირველი თამაშები ნამდვილად მნიშვნელოვანია. კი ბატონო, პირველი შემთხვევა იყო, როცა 15 ქალა რაგბი ვითამაშეთ ყაზახეთის წინააღმდეგ და იმაზე დიდი სიყვარულით და ოვაციებით შეხვდა გოგოები, ვიდრე 7 ქალა არის, ალბათ მაინც იმიტომ, რომ 15 ქალა რაგბი ქართულ სისხლში და მენტალიტეტში უფრო ჯდება, ვიდრე 7 ქალა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქალთა განვითარების მხრივ 15 ქალა რაგბს, რადგან უფრო მეტი პოტენციალი არის, რომ მოვიდეს მეტი გოგო, უფრო მეც აქვს შანსი რომ გამოცადოს თავისი თავი, თუნდაც ნაკრებში, თუნდაც ერთი თამაში ითამაშოს და ჩემი აზრით უფრო მეტი მაყურებელი ეყოლება 15-ს, ვიდრე 7-ს აქვს, რადგან ხალხი მიჩვეულია და უფრო საინტერესო არის საყურებელი მათთვის 15 ქალა რაგბი.
აი მაყურებლები აღნიშნეთ და გულშემატკივარი ბოლო პერიოდში გზნობთ თუ არა თქვენ გულშემატკივრის მომატებას თქვენი წარმატებიდან გამომდინარე და რამდენად არის ჩართული ქართველი ხალხი თქვენი აზრით ქალთა რაგბის განვითარებაში რამდენად იღებს მონაწილეობას ხარდაჭერას რამდენად გრძნობთ გულშემატკივრებისგან და ევროპის ჩემპიონატზე ბუნებრივია რამდენი ადამიანი ელოდება თქვენს გამოსვლას საინტერესოა თქვენი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენად არის ჩართულობა და რამდენად მნიშვნელოვანია რომ კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს ამ ნაკრებების შექმნის ნაკრებების წარმატებების შესახებ ძალიან გაიზარდა აი ეს გულშემატკივრობა რადიკალურად შეიცვალა განსაკუთრებით 15 ქალას მერე ძალიან ბევრი რა ვიცი ადამიანი თუნდაც სოციალურ ქსელში თამაშებზეც უფრო მეტი რაოდენობით მოდიან უფრო აქტიურად გულშემატკივრობენ გვერდით გვიდგანან მართალია საზღვარგარეთ ვერ ახერხებენ იმდენი რაოდენობით შეკრებას როგორც შიდა ჩემპიონატების დროს ხდება მაგრამ ტურნირებზე თუ ვინმე ქართველი გაიგებს რომ 7 ქალა ეროვნული ნაკრები თამაშობს საქართველოს სახელით ყველა მზად არის რომ გადადოს თავის საქმეები და მოვიდეს ჩვენ საგულშემატკივროდ და ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენთვის განსაკუთრებით როცა საზღვრებს გარეთ ვართ იქ თითოეული ქართველის ჩვენი გვერდით დგომა ძალიან დიდ мотивაციას აძლევს თითოეულ ჩვენგანს